ვითამაშეთ ადამიანების მოთხოვნილებებზე შექმენი თქვენი თავის კულტი. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხივი ვერსმანდეი, გთხოვთ გამოიწეროთ და დღეს ვაგრძელებთ ძალაუფლების 48 კანონის 27 კანონის განხილვას. ეხლა კი წავიკითხავ რობერტ გრინის ფორმულირებას ამ კანონის შესახებ. ადამიანებს დაუოკებელი სურვილი აქვთ სწამდეთ რაიმესი, გახცით ამ სურვილის ცენტრი. შესთავაზეთ მათ საქმე, ახალი რწმენა, რომელსაც უნდა მისდიონ. ილაპარაკეთ ბუნდოვნად, მაგრამ გამოიყენეთ მრავალი დაპირების მომცემი სიტყვები. ახალ მიმდევრებს შესთავაზეთ რიტუალები, რომლებიც მათ უნდა აღასრულონ და სთხოვეთ მსხვერპლის შესწირონ თქვენი სახელით. ორგანიზებული რელიგიისა და დიადი იდეების გარეშე რწმენათა თქვენეული ახალი სისტემა არნახულ ძალაუფლებას მოგანიჭებთ. ამ საკითხთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა, რომ რობერტ გრინის მაგალითთან ერთად და მაგალითებთან ერთად დღევანდელ დღეს მინდა რომ განვიხილო ყველასთვის ნაცნობი ოშოს მაგალითი. ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ შეიძლება ყველასთვის საყვარელი არ იყოს. თუმცა, როგორც ფიგურა იყო ფენომენალური, ვფიქრობ ამ კანონს ძალიან კარგად იყენებდა და ძალიან კარგი მაგალითი შეიძლება იყოს, თუ როგორ უნდა აქციო საკუთარი თავი კულტად. და ვფიქრობ, რომ თანამედროვე ისტორიაში დღესაც საქართველოს ყავს მსგავსად გაკერპებული და ესე ვთქვათ გაკულტებული, თუ სწორად არის ეს სიტყვა ქართულად, ადამიანი ის ცოცხალია, მაგრამ არ მინდა ვატკინო ქართველებს გული, ამიტომ არ ვისაუბრებ მასზე. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ შეინიშნება ტენდენცია ზოგადად, რომ თანამედროვე ადამიანი ძალიან დაიღალა უკვე სტანდარტული დიდი რელიგიებისგან, იმიტომ რომ ეს რელიგიები ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა არ ადაპტირდება თანამედროვეობასთან, არის ზედმეტად სტრუქტურიზებული და რაღაცნაირად სახელმწიფო ორგანოს დაემსგავსა და მაგალითად ქრისტიანობის შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სადაც არის ქრისტიანობა, ძალიან შერწყმულია სარელიგიო დაწესებულება, ანუ რელიგიური ინსტიტუტი სახელმწიფო მმართველ ორგანოებთან და ხელისუფალთან. აქედან გამომდინარე, ადამიანს რაღაცნაირად დისტანცირების სურვილი გაუჩნდა და ზუსტად აქ შემოდის ინდივიდუალურად ადამიანების გაკულტების საკითხი, რომლებიც როგორც წესი საკუთარ თავს არ მიაკუთვნებენ ამა თუ იმ რელიგიას, ქმნიან რაღაც ესე ვთქვათ თავის წესებს, როგორც წესი არის ხოლმე უფრო თავისუფალი, ახალი, არ არის ესე ვთქვათ რაღაცა ზედმეტად ტრადიციული და თითქოს ასოცირდება უფრო თავისუფლებასთან. თუმცა ფუნდამენტი როგორც წესი და ის სხვადასხვა ესე ვთქვათ სწავლება მისი ისევ ძველი რელიგიებიდან, ფილოსოფიიდან მოდის, რომელსაც უბრალოდ ასხვაფერებენ და სხვა ფორმით მოდის ჩვენამდე და ამის ძალიან ნათელი მაგალითია ოშო. ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელში შეგვიძლია იგივე ვთქვათ ჯო დისპენსაზე და იყო ესეთი პიროვნება, რომლის ირგვლივაც იყო დიდი კულტი, ჯიმ ჯონსი და მის გამო მისი თქმით, მისი მიმდევრები, თუ არ ვცდები 700 თუ 900 ადამიანი ზუსტად არ მახსოვს, ერთდროულად ჩაიდინეს თვითმკვლელობა. არ მინდა ესეთ რადიკალურ ფორმაზე ვისაუბრო, მინდა რომ ვისაუბრო ოშოზე, რომელიც დღემდე ბევრ ადამიანს ეხმარება, თუმცა რომლის მიმართაც არსებობს ასევე დიდი აგრესია, კრიტიკა, კითხვის ნიშნები. მე თუ მკითხავთ ჩემ აზრს, ადამიანი თავისი ცხოვრებით და სწავლებით და მოღვაწეობით სხვას თუ ეხმარება ძალიან კარგია და დიდად მე პირადად შეიძლება არ შემაწუხოს
ამ ადამიანის გადაცთომებმა და გადაცთომასაც ვამბობ პირობითად. გადაცთომამ ისევ და ისევ თავისი სწავლებისგან. და დავიწყოთ, ესე ვთქვათ, ჯერ რას გვეუბნება რობერტ გრინი და მერე შევურავთ თან ოშოს მაგალითებს. შარლატანობის მეცნიერება, ანუ როგორ უნდა შეიქმნას კულტი 5 მარტივი ნაბიჯით. და ჩემი აზრით, 5-ვე ნაბიჯს, ესე ვთქვათ, ოშო ძალიან კარგად უკეთებდა ინტეგრაციას თავის ირგვლივ, თავისი, ესე ვთქვათ, მიმდევრების დაჯერებაში და არ ყოფილა დიდად გამონაკლისი. პირველი ნაბიჯი ყოფილა, რომ შარლატანი, ანუ ადამიანი, ვის ირგვლივაც იქნება კულტი, უნდა იყოს ბუნდოვანი და თან უნდა იყოს ადვილად გასაგები. და აქვე განმარტავ, ჩემი აზრით, რა არის შარლატანი. შარლატანი არ არის ის ადამიანი, რომელიც რაღაცას გვასწავლის, რისიც სჯერა, რაც იცის, თავის თავზე გამოუცდია და რაც პრაქტიკულად მუშაობს. შარლატანი არის ადამიანი, რომელმაც წინასწარი შეცნობით იცის, რომ ესა თუ ის პრაქტიკა არ მუშაობს და წინასწარი, ესე ვთქვათ, განზრახვით ცდილობს ჩვენს მოტყუებას. თუმცა სხვა საკითხია, თუ ჩვენ დავიჯერეთ და მისი რწმენა გვაქვს, როგორც უკვე ფიზიკა ამტკიცებს და ასევე მეტაფიზიკა და ნეირომეცნიერება, ადამიანს სჭირდება რწმენა იმისთვის, რომ მოახდინოს თუნდაც სასწაული. და ნებისმიერი მიზნის მიღწევა ისევ და ისევ არის ჩვენ შესაძლებლობებში და არ საჭიროებს კონკრეტული ადამიანის რელიგიის თუ რაღაცა სწავლების მიმდევრობას. მოკლედ, რომ არ გადაუხვიო, ნაბიჯი პირველი. როგორ მივხვდეთ შარლატანს? იყავით ბუნდოვანი, იყავით ადვილად გასაგები. თქვენი პირველი გამოსვლები, ინტერვიუ, საუბარი უნდა მოიცავდეს ორ ელემენტს. ერთი მხრივ უნდა დაპირდეთ რაღაც დიათს, რაღაც გადატრიალებას და მეორე მხრივ იყოთ აბსოლუტურად მოუხელთებელი, არა კონკრეტული. ეს შეხამება მსმენელის ოცნებებს და ისინი დაიწყებენ პარალელების გავლებას, თავად დაამატებენ რაღაცას, იმას დაინახავენ, რისი დანახვაც სურს. ანუ პირდები გრანდიოზულს არ აკონკრეტებ, როგორ მიაღწევს ეს გრანდიოზული რა კომპონენტებისგან შედგება და თითოეული ადამიანი იმის მიხედვით, თუ რისი რწმენა ჭირდება და რისი იმედი უნდა რომ გქონდეს, შეავსებს ამ შენს ბუნდოვანებას. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამდეს და სხვადასხვანაირად ხსნიდეს, თუ რატომ მიყვება ამა თუ იმ ადამიანის, ესე ვთქვათ, სწავლებებს. მეტისმეტად გაურკვევლად არ ილაპარაკოთ, არ დაგიჯერებენ. კიდევ უფრო სახიფათოა ზედმეტად მარტივად თუ ელაპარაკებით. თუ დეტალურად ახსნით მოსალოდნელ სარგებელს, ადამიანები დაპირების შესრულებას მოგთხოვენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იყოთ დეტალურები და ოშოც არ იყო დეტალური, ფაქტობრივად პასუხისმგებლობა გადმოდიოდა შენზე, რაც ვფიქრობ, რომ ისედაც ასე ადამიანი თვითონ არის პასუხისმგებელი თავის ცხოვრებაზე და ვერ მოსთხოვდი მას პასუხს, რომ რატო არ მოხდა ეს ან რატო მოხდა ის. ისევ და ისევ იმის მიხედვით თუ რამდენად დაიჯერებდი, იყო შესაძლებლობა, რომ შენში მოხდარიყო ეს ცვლილებები და სხვათა შორის ჯო დისპენზას მედიტაციებზეც ჩემი აზრი არის იგივე. ნაბიჯი 2. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეთ გარეგნულსა და გრძნობიერს, ანუ ყველაფერი, რაც იწვევს შენ შესახებ შთაბეჭდილების შექმნას. აღნიშნულის მიღწევის საუკეთესო გზა დაიხმაროთ თეატრი, ან ყველაფერი ის, რაც წარმოადგენას უკავშირდება. გარემოცული იყავით ფუფუნებით, თვალი დაუბრმავეთ მომხრეებს გარეგნული ბრწყინვალებით. და აი გთხოვთ, რომ ნახოთ, ან შეიძლება ამ ვიდეოსაც აი ამ მხარეს დავურთავ.
ოშოს ცხოვრების, ამერიკაში ცხოვრების ამსახველი ფოტოები, ხო? ყვავილები, როლს-როისები, სასახლეები, ისინი ესენი ანუ მაქსიმალური ფუფუნება და ეგზოტიკური ფუფუნება. ჩაცმაც ეგზოტიკური, არა ლუი ვუტონი და გუჩი, მაგრამ ეგზოტიკური ნაჭრები, მკვეთრი ფერები, ანუ იყო მასში აშკარად ეგზოტიკა და მიუწვდომელობა. სხვათა შორის ქართველ ჭალებში ოშოსაც, რომელიც დღეს ცოცხალია, შეიძლება ვერ დავაბრალოთ, რომ ის ფუფუნების საგნებში ცხოვრობს, მაგრამ ცალსახად იყენებს ამ თეატრალურ, ესე ვთქვათ, ელემენტებს და მის კართან და სახლთან და სადაც ცხოვრობს, ცალსახად არის ეს თეატრალური კომპონენტი, სადაც ადამიანები რიგს ქმნიან, ვინ შევა მასთან პირველი, ვინ შევა მეორე, ამაზე არის მთელი დავით დარაბა, კამათი, მისი ბაზარში წასვლა არის მთელი რიტუალი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გამოიყენეთ კეთილსურნელება ყნოსვისთვის, მომადუნებელი მუსიკა სმენისთვის, ფერადოვანი გრაფიკა და დიაგრამები მხედველობისთვის. სხვათა შორის თითქმის ყველა რელიგიის ტაძარი იყენებს ამ ელემენტს, ანუ არის ყოველთვის ყნოსვისთვის რაღაც საკმეველი, არის გალობა, სხვადასხვა მუსიკა, თითქმის ყველა რელიგიაში, ფერადოვანი გრაფიკა და დიაგრამები მხედველობისთვის და არქიტექტურაც არის რაღაცნაირი ძალიან გეომეტრიული და სასიამოვნო და მრგვალი და ანუ ამ სივრცეში კარგად გრძნობ თავს. აქედან გამომდინარე, ადამიანები, ვინც მათ ირგვლივ ქმნიან კულტს, რეალურად არა მარტო სწავლება მოაქვთ რელიგიებისგან და ათანამედროვეებენ ან მიქსავენ სხვადასხვა რელიგიას, არამედ თვითონ რელიგიის, ესე ვთქვათ, რიტუალები, წესები, ტაქტიკა, ეს ყველაფერიც გადმოაქვთ და მოაქვთ. ნაბიჯი 3. თქვენ ჯგუფს რელიგიური ორგანიზაციის სტრუქტურა მიეცით. თქვენი მიმდევრების რიცხვი იზრდება, დროამად ორგანიზაციულად მოწესრიგება შეუდგეთ. შექმნით რიტუალები თქვენი მომხრეებისთვის, გაანაწილეთ ისინი იერარქიულ სტრუქტურებში, დაახარისხეთ მიმდევრობის ხარისხის მიხედვით, მიანიჭეთ სახელები და ტიტულები, რომლებიც ეხმიანება რელიგიურ ანალოგებს. მოითხოვეთ მათგან შესწირონ მსხვერპლი, რომელიც აავსებს თქვენს კივრებს და განამტკიცებს თქვენს ძალაუფლებას. რა თქმა უნდა, მსხვერპლში მაინც და მაინც ადამიანის ან ცხოველის მსხვერპლი არ იგულისხმება, უფრო მატერიალური მსხვერპლი და შესაწირი იგულისხმება, თუმცა ვიცით, რომ ოდითგანვე რაღაცა ეს ელიტარული სექტები, ოჯახები რაღაცნაირ მსხვერპლ შეწირვის რიტუალებში იყვნენ ჩართულები და არაფერი აქ არ არის ისეთი, რაც მარტო ახასიათებს ამა თუ იმ გურუს ან ოშოს და მასთანაც იყო იერარქია, იმის მიხედვით თუ ვინ რამდენი ხანი იყო, ვის უფრო მეტი მატერიალური შესაძლებლობა ექნებოდა და ეს რაღაცნაირად თამაში, აი გემიფიკაცია არის ამ ურთიერთობის, რომ მე ამ ადამიანის მიმდევარი ვარ იმისთვის, რომ მივიღო სარგებელი, ანუ რა სურვილებიც მაქვს ამიხდეს, თუმცა შეიძლება ჩემი მიზანი იყოს მასთან დაახლოება, უფრო ბევრი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც შეიძლება მას მიუახლოვდე, ანუ იერარქიულად ზემოთ ავიდე და სულ რაღაცა აი ამის, ესე ვთქვათ, დევნაში ხარ. შენ იყვეთ თქვენი შემოსავლის წყარო. ანუ თქვენი ჯგუფი თუ გაიზარდა, რა თქმა უნდა, შემოვა შემოსავალი შესაწირის თუ არ ვიცი პირდაპირ ფულის თუ საჩუქრის სახით და მის საფუძველზე შექმნით რაღაცა ეკლესიის მსგავსი, რომ არ ჩანდეს, რომ თქვენ პირდაპირ იღებთ თანხას, არამედ ეს შენობა, ეს დაწესებულება, ეს ინსტიტუცია, ეს აკადემია ან 1000 ფორმით არსებობს, ხო? მე უკვე რომ გადიდდება ეს სექტა და ადამიანთა, ესე ვთქვათ, როგორ ვთქვა, ჯგუფი გაიზრდება ამ საკულტო პიროვნების მიმართ, რაღაცა ინსტიტუტი კეთდება და სხვათა შორის ოშოს რო დავანებო, იგივე არის Art of Living-ი, მაგალითად
ინდოეთში და ყველას აქვს თავისი, ესე ვთქვათ, ფულის გათეთრების გზა, რომ ფული მე როგორც პიროვნებამ კი არ ვიშოვე, აი ამ ინსტიტუტმა იშოვა, იმიტომ რომ იქ გრანტი აიღო, იქ რაღაცა ძალიან ხელმისაწვდომ ფასად, ან არა ხელმისაწვდომ ფასად, ზვირად ჩაატარა რაღაცა სასწავლო პროგრამა, ან შემოწირულობა იყო და შენი პიროვნება თითქოს განცალკევდება ამ ინსტიტუტისგან და არა და რეალურად ესეთი ტერმინია ინგლისურად ultimate beneficial owner-ი, ანუ საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე არის ეს ადამიანი. ამ შემთხვევაში კი იყო ოშო. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მისი საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, იყო ფენომენალური ადამიანი, ბევრს დაეხმარა, მაგრამ მე არ ვარ აღთავანებული მისი პიროვნებით და ვფიქრობ, რომ ამის უფლება მაქვს თქმისაც და ფიქრისაც. ნაბიჯი 5. გაუსწორდით იმათ, ვინც არ არის ჩვენ გვერდით. ანუ ცალსახად დაყოფა უნდა იყოს ის ადამიანები, ან ორგანიზაციები, ან სახელმწიფოები, ვინც მხარს არ გვიჭერენ, არიან ჩვენს წინააღმდეგ და ეგოს თვითონ ინდივიდის დონეზე სჭირდება ეს დაყოფა. მე და სხვა, მე და ისინი, ჩვენ და თქვენ, იმისთვის, რომ თვითონ გაძლიერდეს. აქედან გამომდინარე, რობერტ გრინის რჩევა არის, მტერი თუ არ ყავთო და კონკურენტიო, გაიჩინეთო. და დეტალურად წავიკითხოთ, რას გვეუბნება ავტორი მეხუთე ნაბიჯზე. პირველ რიგში დაარწმუნეთ თქვენი მიმდევრები, რომ განსაკუთრებულად გამორჩეული კლუბის წევრები არიან და მათ საერთო მიზნების მისაღწევად განსაკუთრებული კავშირები აერთიანებთ. ახლა ამ კავშირების განსამტკიცებლად გამოაცხადეთ ვერაგი მტრის შესახებ. ის, ვისაც არ სჯერათ თქვენი იდეების და ისინი მზად არიან ნებისმიერ ფასად შეგაჩერონ, აღიარეთ მტრად. ნებისმიერი, ვინც არ ეკუთვნის თქვენს ჯგუფს, თუნდაც ნეიტრალურად განწყობილი, ვინც თქვენს მხილებას ცდილობს, ახლა შეიძლება ჩაწეროთ მტრის რიგებში და აი ამ განხეთქილობით თქვენ გამოიწვევთ იმას, რომ თქვენ ირგვლივ შექმნილი კულტი იქნება რადიკალური, თქვენ გამო ყველაფერზე წავლენ, არავის თქვენს თავს არ დააჩაგრინებენ და აქედან გამომდინარე, ესე ვთქვათ, თქვენ გეყოლებათ რეალური გულწრფელი, გულანთებული მხარდამჭერები და ამას ოშოც ძალიან კარგად იყენებდა და სხვათა შორის ბოლოს, როდესაც აშშ-მ გადაწყვიტა, რომ მისი ფინანსების აუდიტი და გამოძიება ჩაეტარებინა, მან მე მგონი 3 წლით, 5 წლით თქვა, რომ მე ხა დუმილის უფლებას ვიყენებო, დადუმდა, არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან და ამასთან დაკავშირებით იყო ერთი ამბავი, რომ რას ქვია ოშოს იძიებენ და როგორ გაბედეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, არ შეგეშინდეთ თუნდაც იმის, რომ მტერი არ ყავდეთ, გამოიგონოთ და იმდენად გამოიგონოთ, რომ თქვენ თვითონ დააჯეროთ თავი, რომ ის თქვენი მტერია და დაიწყოთ, ესე ვთქვათ, ამ მტერთან წარმოსახვითი ომი. როგორც აკეთებენ სხვა ადამიანები. არ არის აუცილებელი სხვა ადამიანებში ისევ ამ საკულტო პიროვნებებს გულისხმობ, არ არის აუცილებელი, რომ ამოიჩემოთ მტრად ვიღაც სხვა ადამიანი. ეს შეიძლება იყოს რელიგია და ხშირად ვხედავთ მართლმადიდებლურ, ესე ვთქვათ, სარწმუნოებაშიც, ხო, ეკლესიას განუდგა კონკრეტული მამაო მოიკვეთეს და იმამაოს ირგვლივ არის კულტი, ეს ხალხი მერე ეჯახება ეკლესიას და ამ შემთხვევაში ეკლესია არის ხოლმე გამოყვანილი მტრად. ამ პირიქით ეკლესიას თავისი, ესე ვთქვათ, მიმდევრებისთვის და მრევლისთვის სხვა ჯგუფი ყავს აყვანილი მტრად, მაგალითად უმცირესობები ხო, რომ ისინი რაღაცას დაუშავებენ ადამიანებს და თითქოს ეს არის რაღაცა ორი ჯგუფის ესე ვთქვათ, ბრძოლა. არ შეიძლება იყოს ქართველსა და ქართველს შორის ეს ბრძოლა იმის საფუძველზე, თუ ვინ რა ორიენტაციის არის. ჩვენ ვართ ყველა საქართველოს შვილები და ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, იმიტომ რომ ვართ ადამიანები. თუმცა ხშირად ჩვენით მანიპულირებენ და ამ მანიპულირების შედეგად აქეთაც არის მტრულად განწყობილი საზოგადოება, იქითაც არის მტრულად განწყობილი საზოგადოება და ამათი შუღლი რეალურად ყვებავს იქით რაღაცა, არ ვიცი, შეიძლება უმცირესობების NGO-ების ან რაღაცა ორგანიზაციების ინტერესებს და აქეთ კიდევ შეიძლება
ეკლესიის თუ სხვადასხვა სახელმწიფო, ესე ვთქვათ, ინსტიტუტის ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ძალიან უნდა დავფიქრდეთ ხოლმე, ვის მიუყვებით, რას მიუყვებით, რატომ მიუყვებით, რა სარგებელი აქვს ჩვენგან. ხო არ უნდა ვდისტანცირდეთ, ხო არ არის საშიში ბრბოს ნაწილი გავხდეთ. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანი დღემდე იმიტომ მოვიდა, რომ ის არის სოციალური არსება, ცხოვრობდა კომუნებად და ჩვენ გვჭირდება, რომ რაღაც წრეების ნაწილები ვიყოთ, ხო? სახელმწიფო, ნათესაობა, სამეგობრო, ინსტიტუტი, სკოლა და აი ამ წრეებით რაღაცნაირად მე მივდივართ ისე ცხოვრებაში, რომ ერთმანეთს ვეხმარებით, დახმარებაში მარტო აი მოვედით ფიზიკურად დაგეხმარე, ემოციურად დაგეხმარე, არა. ის რომ ჩემგან ვიღაცა რაღაცა მომსახურებას კიდულობს, ეს არის დახმარება. ანუ ჩვენ ერთმანეთს ყვებავთ, ერთმანეთს ვამუშავებთ. ეს არის სამოქალაქო ბრუნვა. უბრალოდ უნდა განსაზღვროთ კულტის ნაწილი ხო არ ვართ და თუ კულტი გინდათ რომ თქვენ გარშემო იყოს, მაშინ ეს წიგნი კარგად წაიკითხეთ. დაამუშავეთ და დარწმუნებული ვარ, რომ იდეალურ პერსონალურ ბრენდს შექმნით, რომელიც იმუშავებს თქვენი კულტის საკეთილდღეოდ. მათ კი, ვისაც უბრალოდ აინტერესებს ეს წიგნი იმ მიზნით, რომ ცხოვრებაში უბრალოდ ფრთხილად იყოს და დამკვირვებლის როლში იყოს, რომ არ იყენებდნენ მას, აი ეს 5 ნიშანი, 5 ნაბიჯი, რასაც იყენებენ შარლატანები და შარლატანს არ ვამბობ შეურაცხყოფელად, არც ავტორი არ ამბობს, უბრალოდ ისტორია აჩვენა, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არის შარლატანობამდე დაყვანილი და ფუნდამენტი ქცევის თვალსაზრისით და ქცევის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით აქვს ერთი და იგივე და არ გამოიყენონ ჩვენზე. და ძალიან მარტივია იმ ერის მართვა ამ საკულტო, ესე ვთქვათ, წარმონაქმნებით, რომელსაც სოციალურ-ეკონომიკური ფონი აქვს ისეთი, როგორიც არის საქართველოში, რადგან, როდესაც ადამიანი გაჭირვებაში ცხოვრობს, სოციალურად დაუცველია, არ აქვს საბაზისო საჭიროებები დაკმაყოფილებული, არ არის. უსაფრთხოდ ის ეძებს იმედს და იმედს პოულობს ან რელიგიაში, ან ინდივიდებთან, ან რაღაცა ორგანიზაციებში და ამ იმედის რწმენის ხარჯზე შემდეგ სხვაყვა წირავს თავის ქონებას, დროს, ენერგიას და ასე შემდეგ. და აქვე დავამატებ, რომ მე წამს ღმერთი ძალიან მიყვარს. იესო და ზოგადად არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს არც ერთ რელიგიასთან, თუ ის არის გამოყენებული იმ მიზნით, რომ ადამიანს დაეხმაროს.